საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. მინდა მადლობა გადაუხადო მას და მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ერთიანად იქნება ერთობლივი სწავლება, სადაც რომელშიც მხოლოდ მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის. გამოირჩევა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით მზარდი დინამიკა. ყველას, ვინც სამსწავლების დაგეგმვისა და დღევანდელ დღემდე მოყვანის დღეს დაიწყო ეროვნული უწყებათა შორისი სწავლება დიდგორი 2025, რომელიც გასტანს 7 დღის განმავლობაში. უწყებათა შორისი სწავლება დიდგორი ზოგადად სტარტდება 2013 წლიდან. ეს მე-10 სწავლება არის, რომელშიც მონაწილეობს ყველა უწყება. მონაწილეობის დინამიკა მზარდია ყველა სწავლების განმავლობაში. წელს გაცილებით მეტი მონაწილეა ვიდრე სხვა სწავლებისას და მისი მიზანი არის უწყებათა შორისი კოორდინაციის, დაგეგმვის და აღსრულების ერთობლივად შემუშავება. დღეისათვის როგორც საველე კომპონენტზე, ისევე საშტაბო სამეთაურო სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ იხვეწება ჩვენი სტრუქტურების კოორდინაცია კრიზისულ სიტუაციებში. ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მართვის რგოლი ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან მართვის შტაბში, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში ქვეყანამ გაართვას თავი არსებულ სიტუაციას. სწავლების მიზანია საგანგებო საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების კოორდინირებული მოქმედებებით ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებზე რეაგირება. სწავლების მიზნის შესაბამისად განხორციელდება საშტაბო და პრაქტიკული წვრთნების შერწყმული სწავლებები. სწავლების დინამიკა მზარდია. წლევანდელ სწავლებაში ჯამში მონაწილეობას ღებულობს 5000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სწავლების მნიშვნელობაზე ეროვნულ დონეზე.